სპორტი წარმატებული სპორტსმენებისთვის შემოსავლიანი, მაგრამ იცით როგორ აინც ვადიანი და ესეთი შედარებით ხანმოკლე მოგზაურობაა, ამაზე უკვე ბევრჯერ გვაქვს ნასაუბრები. ბევრი სპორტსმენი აქტიური კარიერის შემდეგ საერთოდ იკარგება, ვერ პოულობს საკუთარ თავს. არსებობს შემთხვევები, როცა უბრალოდ საკუთარი მემკვიდრეობაც აღარ გრძელდება და არც საზოგადოების აქტიური წევრად რჩებიან. ამის სრულიად საპირისპირო სახეა ჩემი აზრით ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც საუცხოო საკალათბურთო კარიერის შემდეგ არ გაჩერდა და დღემდე აგრძელებს წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას. და იუბილარია დღეს ზაზა ფაჩულია. არაერთხელ მithქვამს, პირადად ჩემთვის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი და მოქალაქეა. ვიდრე დავახლოვდებოდი ზაზას თვალყურს ვადევნებდი თითქმის ყველა მიმართულებით მრავალი წლის მანძილზე. ეს იყო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ის იყო ყოველთვის გამორჩეული მიზანდასახულობით, შრომის მოყვარეობით და მან შეძლო იმ შედეგის დადება, რაც საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მერწმუნედ ბევრს არ გამოსდის. რაც დადასტურებულად ვიცი და ამაში მენდეთ, ამ ხრივ პირველი წყარო ვარ, დღემდე აგრძელებს სწავლას, ვარჯიშსაც და სპორტულ სამყაროს იმედი მაქვს მალე ფაჩულიების შემდეგი თაობაც წამოეწევა. ან თუნდაც სხვაგვარისა, ვისთვისაც ზაზა ფაჩულია მაგალითად მაგალითია და მერწმუნედ მენტორიც. მათ შორის ბიზნესშიც, რადგან ბიზნესმენიც ჩინებული გამოდგა. ასე რომ მოდი ვნახოთ ახლა რა გამოუვიდა ირაკლი მოდებაძეს, რომელმაც ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებით მომზადა სიუჟეტი. ეხლა ვნახავთ ყველაფერს, მანამდე კი მიულოცოთ ზაზას მისი ოჯახობით, მოკითხვებით იკას, ბავშვებს, რომლებიც დაგვეწიენ და გაგვასწეს უკვე და აუცილებლად მოკითხვა ქალბატონ მარინა კოდუას, ზაზას დედას, მილოცვები და ჯანმრთელობა საუკეთესო სურვილებით. მეტი ზაზა ფაჩულია საქართველოს. ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 16 სეზონი ითამაშა. 16 წელი NBA-ში ძალიან დიდი დროა და ამ შედეგის ისტორიული მნიშვნელობის გასააზრებლად გეტყვით, რომ ზაზას გარდა სულ 4 ევროპელი კალათბურთელია, რომელმაც უფრო მეტი სეზონი ჩაატარა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ტონი პარკერი, პაუ გასოლი, დეტრებ შრემპი და ზაზას ყოფილი გუნდელი და მეგობარი დირკ ნოვიცკი. იმისათვის, რომ ამ ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე დარჩენა შეძლო, სპორტსმენისგან აუცილებელია სამაგალითო დისციპლინა და პროფესიონალიზმი. ამ ხრივ ზაზა სამაგალითო სპორტსმენია. იგი ამ სიმაღლეზე პირველ რიგში თავისი შრომის მოყვარეობითა და მონდომებით ავიდა. მას არასოდეს ჰქონია NBA-ის სტანდარტისათვის ექსტრაორდინალური ტალანტი, რომლის ხარჯზეც ითამაშებდა. არ დაგვავიწყდეს ფაქტი, რომ ტრადიციულად ევროპელთათვის NBA-ში ადგილის დამკვიდრება რთული ამოცანაა. წლიდან წლამდე ლიგაში არაამერიკელების რიცხვი მატულობს და ბოლო სეზონებში NBA-ში ევროპელთა რიცხვი ძალიანაა გაზრდილი, მაგრამ იმ წლებში, რომლებშიც ზაზამ ლიგაში თავი დაიმკვიდრა, ევროპელთათვის NBA-ში კარიერის აწყობა ბევრად უფრო რთული იყო. ზაზას წარმატებაში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ იგი NBA-ში სულ ახალგაზრდა 19 წლის აღმოჩნდა. იქამდე კი მას უკვე ჰქონდა ევროლიგაში თამაშის 2 წლიანი გამოცდილება თურქულ ულქერთან ერთად. ევროპული კალათბურთი თავისი დინამიკით, თამაშის სტილითა და ტემპით NBA-ისგან დიამეტრიულად განსხვავდება. შედეგად იმ მოთამაშეებს, რომელთაც ევროპაში ბევრი წელი აქვს გატარებული და ევროპულად თამაშს არიან მიჩვეულები, NBA-ის თამაშზე გადაწყობა ძალიან უჭირთ. ზაზა ლიგაში მაშინ მივიდა, როდესაც ჯერ კიდევ საკალათბურთო ზრდის პროცესი იყო და ფაქტობრივად კარიერის დასაწყისიდანვე ამერიკული კალათბურთი ისწავლა. ის არასდროს ყოფილა სტატისტიკური მაჩვენებლებით გამორჩეული მოთამაშე და ალბათ აქედან გამომდინარე გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ მოახერხა ყველაზე სტატისტიკურ და ძლიერ ლიგაში ასეთმა მოთამაშემ 1000-ზე მეტი თამაშის ჩატარება. სტატისტიკა ვერ აჩვენებს ზაზას ყველაზე მთავარ ღირსებას, რის გამოც იგი იმ ტიპის მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერ გუნდს სჭირდება. ზაზა დაცვითი ტიპის ცენტრია. იგი ძალიან კარგად იცავდა თავს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურ დაცვაში და კარგად ამაგრებდა სამწამიან ზონას. ზაზას მთავარი საკალათბურთო ღირსება მისი სათამაშო ინტელექტი და გუნდისთვის თავდადების უნარია, ის რასაც ამერიკელები sacrifice უწოდებენ. ზაზა დიდი მოცულობით დაცვით შავ სამუშაოს ასრულებდა. მზად იყო დაპირისპირებოდა მოწინააღმდეგის ყველაზე სახიფათო შემტევ ცენტრებსა და მძიმე ფორვარდებს, დაეზღვია თანაგუნდელები, ბევრი ებრძოლა, მოეხსნა ბურთი. მასთან ერთად თამაში უფრო ადვილი იყო. იგი თანაგუნდელებს საქმეს უიოლებდა. ასრულებდა რა დიდი მოცულობით შავ სამუშაოს საქმეს, რომელიც ჰაილაითებში არ ხვდება და გულშემატკივრებში
მატკივარი ნაკლებად ხედავს, თამაშის მოსაგებად კი აუცილებელია. იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა Golden State-მა, რომელსაც ბაზარზე ბევრი არჩევანი ჰქონდა, აქცენტი სწორედ ზაზა ფაჩულიაზე გააკეთა და არა რომელიმე სხვა მოთამაშეზე, რომელსაც შესაძლოა უფრო უკეთესი კარიერული სტატისტიკა ჰქონდა. ზაზა კარგად გრძნობდა თამაშს და ხვდებოდა თუ რა ტიპის თამაში სჭირდებოდა გუნდს მისგან და მზად იყო ეს სამუშაო შეესრულებინა. კარიერის მანძილზე, როდესაც აცნობიერებდა, რომ გუნდს ეს სჭირდებოდა, იგი ყოველთვის უპრობლემოდ თანხმდებოდა თამაშის სათადარიგო სკამიდან ჩართვაზე. ლიგაში ჩატარებული მატჩებიდან ნახევარზე მეტში იგი სკამიდან ეხმარებოდა გუნდს და ამ ფაქტს მისი პროდუქტიულობა არ შეუმცირებია. კალიფორნიელებს ფაჩულია პირველ რიგში დაცვაში ეხმარებოდა, რადგან Warriors სიმაღლის პრობლემა ჰქონდა და ხშირად აგებდა ფარს მეტოქეებთან. შედეგად Golden State-მა ცენტრის პოზიციაზე მაღალი დაცვითი ტიპის მოთამაშის დამატება გადაწყვიტა, რომელიც უკვე დაალაგებულ შემტევ თამაშში გაუაზრებელი მოქმედებით ხელს არ შეუშლიდა და საჭიროების შემთხვევაში თავისი ფიზიკური ძალით და აგრესიით ფარს დაიცავდა. ამ გადაწყვეტილებამ ძალიან დიდი წარმატება მოუტანა როგორც ორგანიზაციას, ისე ზაზას, რადგან ისინი ზედიზედ ორჯერ გახდნენ ჩემპიონები და ამით სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში. კარიერის დასრულების შემდეგ ქართველი ორგანიზაციაში დარჩა და ბიზნეს კონსულტანტის როლი მოირგო. ხაზგასასმელი კი ის ფაქტია, რომ მან ამ ამპლუაში შეძლო ბეჭდის მოგება და შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერული მონაგარი 2+1 ტიტულს ითვლის. რაც შეეხება მის პირად საქმიანობას, ერთ-ერთი უმთავრესი ზაზა ფაჩულიას პორტფოლიოში მისი აკადემიაა, რომელიც ფაქტობრივად მომავალ სანაკრებო თაობებს ზრდის. აკადემიამ 2015 წლის ნოემბერში დაიწყო ფუნქციონირება და 2022 წელს გახდა პირველი საკალათბურთო აკადემია რეგიონში, რომელმაც ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, რაც დიდი წარმატებაა როგორც აკადემიისთვის, ასევე ქართული კალათბურთისთვის. ამავე აკადემიაში ზაზამ 2021 წელს Shoot 360 გახსნა, რომელიც თანამედროვე ინტერაქციულ ტექნოლოგიასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლებას აერთიანებს. იგივე სროლის ტექნიკის დახვეწა თუ სხვა უნარები. სხვათა შორის ეს ბრენდის პირველი ფრენჩაიზია ევროპაში, რაც ქართველი კალათბურთელებისთვის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ფაჩულიამ პროექტში 3 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. 2017 წელს ზაზა არქიჯგუფის პარტნიორი გახდა, მაგრამ მალევე 2019 წელს გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად არქის თანამფლობელი გახდა. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ზაზა ფაჩულიას მფლობელობაშია სასტუმრო ზიპი პალასი და სავარჯიშო ფიტნეს დარბაზი სნეპი. ამრიგად სახელოვანმა კალათბურთელმა ერთმანეთს იდეალურად შეუხამა წარმატებული საკალათბურთო კარიერა და პირადი ბიზნესები, რომლებიც წარმატებულად ფუნქციონირებს. ის აქტიური კარიერის შემდეგაც დარჩა ყურადღების ცენტრში და სხვადასხვა გზით ცდილობს ხელი შეუწყოს ქართული კალათბურთის განვითარებას, რაზედაც მისი აკადემიის შედეგებიც მეტყველებს. ზაზა ფაჩულია ცალსახად ქართული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშეა და ახლა ჯერი მის აკადემიაზეა. გამოზარდოს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მინიმუმ NBA-ის დონეზე ითამაშებენ.